ვაგროვებთ ან ხელმოწერებს ვაფიქსირებთ ქართველი ხალხის ნებას პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით რა. ამ ხალხმა გააკეთა არჩევანი თავისუფლად, მაგრამ როგორც ხედავთ, ისევ ნაციონალური მოძრაობა განაგებს ყველაფერს, ასე ვთქვათ რა. და ეგ არის ჩვენი ინიციატივა რა, ესეთი შევაგროვოთ ეს ხელმოწერები, რათა დაინახოს ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. კი, რა თქმა უნდა. დავიწყეთ თბილისით, გავედით ახლა რაიონებში. უკვე შევხვდება ბერჯერ გაშუქდა ტელევიზიის საშუალებით. ქუთაისი, მარტვილი, ვაპირებთ ახლა ბათუმში. ანუ 23 იანვრამდე მთელ საქართველოს მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა ჩვენ სტუმრებს, მივესალმებით ჩემს სათაყვანებელ მარტვილელებს და უღრმესი მადლობა, რომ ეს შეხვედრა შედგება ერთმანეთის ერთსულოვნებით. რამე თუ ჩვენი ღონისძიების ავტორი და სულისჩამდგმელი არის არასამთავრობო ორგანიზაცია ერთსულოვნება, რომელიც პატრიარქის კურთხევით ოქტომბრის თითქმის 1 წელიწადია. ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია თქვენს წინაშე წარდგომა, ესეთი დამოკიდებულება, ასეთი სიყვარული, ასეთი ყურადღება. მართალი ბრძანეთ, ეს სიტყვა ღვთიდან ჩამოყალიბებული უფლის ნება და პატრიარქის მიერ შეძახილი ჩვენი ქართული ხალხის მიმართ. ერთსულოვნება მართლა საჭიროა ყველა მიმართულებით. გვექნება ღირსება, ვიქნებით ძლიერები, დავკარგავ ღირსებას, არ გვექნება არაფერი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ წავიქეცით, ეს არის დღევანდელი საქართველოს რეალურად, მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელსაც ადგომა გვინდა და ეს ღონისძიებები, შეხვედრები, რომელიც ამ დღეებში ქონდა და გაგრძელდება, თუნდაც 4 რიცხვში რაც შედგება, ეს არის ღირსებისათვის ბრძოლა, ღირსების დაბრუნების ბრძოლა. რომ არავის შეძლოს, თუ ამერიკაშია შეუძლებელი, რომ ერთი დღე არ უნდა გადაჭარბდეს პრეზიდენტის მმართველობა და 8 წელზე მეტი არავის არ აქვს უფლება ამერიკაში პრეზიდენტი იყოს. რატომ შეიძლება, რომ საქართველოში თვითონ პრეზიდენტმა გაიხანგრძლივოს 1 წლით ვადა? და მე გულისხმობა ამერიკელებზე, რომლებიც ფიქრობენ იმას, რომ ამერიკაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ისინი თურმე ძლიერები და დემოკრატიული და ცივილი ქვეყნები არიან. ჩვენთან ეს შეიძლება, იმიტომ რომ ჩვენ მათთვის როგორც ჩანს, ველური ქვეყნა ვართ, პაპუასების ქვეყნა ვართ. ბოდიში მოიხალდო და სიტყვები წაიღონ უკან. როცავთ და როცა კურთხევას გადმოგცემთ არა მარტო ჩვენ მოძღვრებისას, არამედ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის. უდობა და საკეთე მოგცემთ ზეციური მამის სასუფეველში დაგვიმკვიდროთ სულისა და ხორცით. აქ გამოდიან ისეთი გამოჩვენები, რომლებიც შვილები ჩვენ ვიჭერდნენ, მისას გადადგომას როცა ვითხოვდით და ესენი დღეს ლიდერებად მოგვევლინენ. ჩვენ 9 აპრილის აქციის მონაწილეები ვართ, საპენების აქციის. ჩვენ მარტვილელებს არ დაგვიტოვებია ჩაურობა, სანამ არ დაგვიჭერეს, მაგრამ ეს ლიდერები სადაჭარბდნენ, დღემდე არ ვიცი და დღემდე ვერ ვითხოვებ, მისას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას. ბატონო აჟამორგოშია როცა გამოდის, მან უნდა აღიაროს, რომ თავის შვილი იჭერდა ხალხს, როდესაც ითხოვდა ხალხი მისას სააკაშვილის გადადგომას. ჩვენ ოჯახში მოვიყოლე, მისას გადადგომა და ვერ ეწოდოთ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მარტვილში. არის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაცია ჩამოყალიბდება მარტვილში. ეს არის ერთსულოვნება, რომელიც პატრიარქის კურთხევით 1 წელიწადია ფუნქციონირებს. მას საფუძველი ჩაეყრება დღეს მარტვილში. ჩვენთან სტუმრობენ ძალიან ღირსეული ადამიანები, ერის მამულიშვილები, რომელთაც დიდი სიხარული შეხვდა მარტვილელები და რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, გული ვყივას უყოლას, რამე თუ პრეზიდენტმა რატომღაც არ ისურვა და ექსტრემალურ სიტუაციაში გადაიფიქრა მარტვილელებთან მის ამომრჩევლებთან შეხვედრა. მედია ეთერი სულ ატრიალებდა იმას, რომ მარტვილელებს მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი პრეზიდენტი, ეძახოდა წვერი გაუბარსავებს, გულიგნებს და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ მარტვილში ღირსება არავის დაუკარგავს და პრეზიდენტი ამ კონტექსტით მარტვილელებს არ უნდა ელაპარაკოს. რამე თუ იყო დრო, როდესაც მარტვილი პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს მას უნდა ახსოვდეს. ის რაც დავით აღმაშენებელს უთხრა ჭყონდიდებმა, როცა გვირგვინს ადგამდა. საქართველოს მომავალი ექნება მაშინ, როდესაც ქართველ ხალხს ღირსებას დაუბრუნა. და დავით აღმაშენებელმა ეს გააკეთა.
დღეს საქართველო იბრუნებს ღირსებას. უარს ეუბნება იმ კაცს, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს და ეუბნება, რომ 5 რიცხვში თქვენ გიმთავრდებათ თქვენი ვადა და აღარ არსებობს უკვე არავითარი საშუალება მორალური, ზნეობრივი, ადამიანური თქვენ გააგზავნოთ პრეზიდენტობა. ჩვენ ვართ კაცთმოყვარე ხალხი, ქართველები, მე მიხარია ის რაც ვნახე ჭყონდიდში, აი მართლაც აი ამ ჭყონდიდელის დიდ როგორც იტყვიან დიდ სამშობლოში, ასეთი ქართული სული ტრიალებს და ის განწყობა რომელიც აქ არის ჭყონდიდში, თქვენ ნახეთ როგორია ეს და ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ ასეთი დიდი შეძახილი აქვს ქართულ ხალხს. ზნეობრივი, მართალი და ღირსეული. იმთავრდება საპრეზიდენტო ვადა და წადი.